საქართველო ისტორიულად ძალიან ხშირად გებოდა გზაჯვარედინზე. ჩვენს უახლოეს ისტორიაში რამოდენიმეჯერ დამდგარა საქართველო განსაცდელის წინაშე და საქართველოს ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება. სამწუხაროდ საქართველო დღესაც დგას არჩევანის წინაშე. დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას უთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან რუსეთთან დაბრუნება. სწორედ ამიტომ 19 აპრილს 4 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ. მე მინდა მოვიწვიო ყველა პატრიოტი საქართველოსი, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიაშია, რათა დღევანდელ ხელისუფლებას და დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ საქართველო დაბრუნდეს ძველ დროში, იმ დროში, სადაც არ ჩვენი უფლებები იყო, სადაც არ იყო დემოკრატია, სადაც არ იყო თავისუფლება, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ გარანტირებული დემოკრატია, თავისუფლება და არ იყოს საქართველო მონობაში და საქართველო არ იყოს საქართველოს მტრების გავლენის ქვეშ. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ვიწყებ და ჩემი მეგობრები ვიწყებთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა რეგიონში ჩასვლას, თბილისის თითოეულ ქუჩაზე, თითოეულ უბანში შეხვედრას ადამიანებთან, მათ მოსმენას და მათ მოწვევას, რათა ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი და ჩვენი მომავალი არის დასავლეთისაკენ და ჩვენი მომავალი არ არის რუსეთისაკენ.